მოკლედ შემოტკბილებო, როგორ ქალად გხედავს და რა მოსწონს ამ ადამიანს ყველაზე მეტად შენში. მოკლედ არ ვიცი მე შენ ამ კაცს რა დამართე, იმიტომ რომ კაცი რომელიც მე ხლა აქ მყავს მოყვანილი და კაცი რომელიც კაციც მე ხლა აქ სამყაროს არკანმა დამიხასიათა, არის პიროვნება და არის ტიპაჟი, რომელსაც აქვს სრულყოფილი ცხოვრება სამსახურით, ფინანსებით, ჰობი, პირადი საქმიანობა, არ იკლებდა ეს ადამიანი არასდროს არც კაი ჭამასმას, კაი გულაობას, კაი მოგზაურობას, კაი მიდიმოდის, აქვს მსუყე ცხოვრება, მოდი ესე ვიტყვი, მსუყე არჩევანი, მსუყე საახლობლო სამეგობრო წრე და ბრახ გამოჩნდი მის ცხოვრებაში და დაამხე და დაანაცარტუტე ამ კაცის აი ეს შინაგანი, აი ენერგოველი. ჩააგდე საგონებელში. პლუს ამას სიკვდილი აიძულებ რომ მისი ცხოვრების ისეთი გრიალა და ისეთი უპასუხისმგებლო მსუბუქი ნარნარა ნარჩი და პერიოდი დაასრულო და ტრანსფორმაციაში გადააგდო რაღაცა ახალი რომ დაიწყოს ფონი რა გვაქვს ჩვენ ახლა აქ შევხედოთ აბა ფონი რა გვაქვს და ფონად გვაქვს თასების ტუსი. მოკლედ მე ესე ვიტყვი, დამწვარია ჩვენი მურტალო, რომელიც კუკარაჩად უნდა გადააქციო და მე ვატყობ, რომ შენ არ გაგიჭირდება ამ, ასე თქვა, დასკვნის წერტილამდე მისი მიყვანა ამ ტრანსფორმაციის, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ჩვეულებრივ დოდო ხარ გუგეშაშვილი, მხლების დედოფალს ვეძახი დოდო გუგეშაშვილს, იმიტომ რომ პიროვნულად ხასიათით ძალიან გავს ეს არკანი, ჩემთვის არის დოდო გუგეშაშვილი. კარგი გაგებით, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ახლა აქ რა ხდება? აქ არის სიტუაცია, როდესაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცი არის საგონებელში ჩავარდნილი. აი რატო არის საგონებელში ჩავარდნილი? მაგას ახლა თუ ჩაუჯდებით, აუცილებლად განვიხილავთ და დეტალ მოგიყვებით. მოკლედ ასეთი კითხვა დავსვი, რა ხდება შენსა და ამ ადამიანს შორის. ახლა როგორ ხედავს ტარო თქვენ ორ შორის არსებულ სიტუაციას და მე აქ რასაც ხედავ, ვიღაცა უნდა გამოჩრიტინდეს, იმიტომ რომ აქ არის ურთიერთობა, რომელი ურთიერთობაც ახლა გადის დაპაუზებულ სიტუაციასთან მდგომარეობას. რატომ დაპაუზებულს? იმიტომ რომ მოშვერილი და მოღერებული აქვს აი ამ ჩვენს ხმლების მეფეს თავისი ხმალი, როდესაც არის ჩვენი ტაროს ბოზიკაცი, კვერთხების მეფე ამ შემთხვევაში, ჩემი დიდი ხნის და წლების მსმენელი ვინც ხართ, ვინც ამ ახალ არხზე შემოდით და ბრძანდით და ახალი მსმენელები ხართ, ღმერთმა გაგიმარჯვეთ, ძალიან მიხარია. ჩემი სახელია მარიამი, მე არ ვარ ლილიანა ჩემოტკბილებო და ოქროებო, მარიამი მქვია. აქედან გამომდინარე, ვინც ჩემი ეს ლექსიკა არიცით და ეს ჩემი ჭრიჭინი, ესეთი ამბავი არის ახლა აქ. კვერთხების მეფე და სტაში არის ბოზანდარა კაცი. კაი გაგებით არის იმ შემთხვევაში ბოზანდარა კაცი. რომ თუ პლუს ენერგიაში არის, მხოლოდ ჩემთვის არის ესეთი თახსირა. მაგრამ თუ მინუს ენერგიაში არის, თადარიგი უნდა დაიჭირო, როდის გრაფიკით, როდის მოგიწევს ამ კაცთან რაღაცა გადაკვეთა. აი ორშაბათი, ოთხშაბათი სხვისია, სამშაბათი, ხუთშაბათი სხვისი და შაბათი კვირა რო გინდა ყავდეს და ორშაბათიც დაამატო და იქ ვიღაცას ჩამოუკლო ის ერთი დღე. აი ეგეთი კაცია მინუს ენერგიაში თუა და ეს ხმლების მეფე რა გითხრათ ხალხო, რა გითხრათ? ხო და მაშინ, როდესაც ეს ჩვენი ვითომ ხმლების მეფე გულის სიღრმეში მინუს არა და პლუს ენერგიაში მყოფი კვერთხების მეფეა, რომელიც აგერ კომბინაციაში მოდის სულელთან და მის უკან რა არკანი გვაქვს. ხო, ხუთიანი პენტაკლები, აქ არის რაღაცნაირად თითქოს აი უკვე ფსიქოსში რო გადასდის ისე უნდა შენთან კომუნიკაცია და ამ დროს რო არაფერი არ ხდება, ხო? დაპაუზებული ურთიერთობა, ისე ბრძვის საკუთარ თავს გოგონებო, ისეთი ძალიან უნდა ამას რო აი აქეთ მოგიგრიხოს მაგრამ არ ხდება ესე. ნახეთ, ერთი და იგივე ენერგიებში ხართ, ისიც რაღაცაზეა გაგულისებული და გამწარებული, თქვენც რაღაცაზე ხართ, აი ცხვირა წეული და აი რაღაცნაირად მდგარი. ხო და ახლა რა ხდება? პერიოდი, რომელსაც გადიხართ, ეს არის სამყაროს მხრიდან ბოძებული ურთიერთობა, ის ტუზი, პენტაკლების, საჩუქარი, აი რაღაცა ესეთი, როგორ გითხრათ, ღირსშესანიშნავი, დიდი გარდენია, ბაღი, არ ვიცი, რომელიც სავსეა იმ ოქროს მონეტებით და იმ ალმასებით და იმ ბრილიანტებით და იმ მომწიფებული ხის ნაყოფებით და ნერგებით, აყვავილებული რაღაც ყვავილებით და ბუჩქებით, რასაც ცხოვრებამ აი რაღაცნაირი აი შემოგიგდო ცხოვრებამ რა, თუ უფრო გააკეთა ჯერ ეს ბაღი და მერე შეგაგდოთ ჯერ აგერეს ვაჟბატონი და მერე თქვენ აი ამ რაღაც დიდ გარდენიაში, ხო? ისე ლამობს ვიღაცა რო აკრიფოს მესიჯი, გამოაგზავნოს ესე დაგრაგნილ ფურცელზე დაგიწეროს და გამოგიგზავნოს, რომ მოდი ვნახოთ ახლა საერთოდ რას გრძნობს შენს მიმართ, ჩვენი მურტალო, ჯერჯერობით მურტალო, მაგრამ უნდა გახდეს კუკარაჩა, მაგრამ კუკარაჩა არ არის კვერთხების მეფე. კუკარაჩა უფრო არის ჩემთვის პირადად ტაროდან კუკარაჩა ვინ იქნებოდა? თასების მეფე იქნებოდა.
იდეალური თასების მეფე იქნებოდა კომბინაცია შეგვანთ ამ შემთხვევაში იმპერატორთან. შევბეროთ, ეხლა ვნახოთ, რას ფიქრობს, რას გრძნობს, რა ვაუჩხავი შარვალში, რა ხდება? აი ისე ამ სიმართლით ვიხარო მე მთელი ჩემი ცხოვრება, როგორც მე ახლა დასტავჩეხე, უბრალოდ ვიდეოში ვერ ვატევ ხოლმე 10 წუთიან ვიდეოებს ვწერ. და ისე ამოვიღე არკანები, არაფერი ძალით არ ამოვიღე. აი მაგ სიმართლით ვიხარო მე მთელი ჩემი ცხოვრება. მე და ჩემი შემოგარენმა. ვინ ხარ მისთვის როგორც ქალი და რას ფიქრობს შენზე? მეთქი იმპერატრიცა, 10-იანი პენტაკლები, 4-იანი კვერთხები და პლუს ფონი მაქვს 2-იანი კვერთხების. მე მომწონს ამ კაცის გამბედაობა, მე მომწონს ამ კაცის, აი 2-იან კვერთხებში აქ ჩანს ის, რომ ცოტა მაცადე და მაინც შემოგისვა სახლში. ანუ შენი ბოლო მაინც ჩემია და ჯერ ითამაშე, ბოლო სიტყვა მე მეკუთვნისო, იმიტომ რომ ჩვენი ხმლების რაინდი არ არის ზოზინა პენტაკლების რაინდი, არ არის ტაშკუილა კვერთხების რაინდი, ხმლების რაინდი არის რაინდი, რომელიც რაღაცას რო დაისახავს კისრის ტეხვით, აი უკან დახევის გარეშე გააპობს ნებისმიერი სახის სისქის, არ ვიცი, სიმყარის კლდეს და ღრეს და მაინც შენამდე მოვა. ვინ ხარ ამ კაცისთვის? სასურველი ქალი ხარ ამ კაცისთვის? კაი, როგორი ქალი ხარ, იცი? უნდა რომ ფულს რასაც იშოვის იქიდან რაღაცა გიყიდოს, კაბა მოგიტანოს ჩაგაცვას. იქ რაღაცა პრუნც გაადგილას, წაგიყვანოს რესტორანში, კაფეში, იქ მოგსვას, დაგანახოს რა ხალხში ტრიალებს, დაანახოს იმ ხალხს რა ვარი ქალი უზის გვერდით. შენ ხარ ქალი ამ ეტაპზე ისეთი კაცის აი გულში აი რაღაცნაირად აი ამოვსებული, შენი სახელით არის მისი გული ამოვსებული, ისეთი კაცის, რომელმაც ძალიან დიდი ტრავმა გადაიტანა პირად ცხოვრებაში. ყელი აქ ჩაქნეული ამ პირადზე, მოლოდნელად იფეთქე ვულკანივით მის ცხოვრებაში და ფრთხილი სიფაქიზით ნელა გეპარება. თან ეშინია, მაგრამ თან იმდენად დიდი აქვს გრძნობა, იმდენად დიდი აქვს ვნება, იმდენად უნდა რომ ეს ქალი მისი იყოს და თავისი ერქვას ამ შემთხვევაში, რომ ის შიშები ნელა ავიწყდება, გოგოებო. გრძნობა, ფიქრი, ყველაფერი ერთდროულად დამანახა. კარგი ოჯახის შვილი რო ხარ, შეიძლება დაუშვათ ამ ადამიანმა იცის შენი ოჯახის შესახებ, შენი ოჯახის წევრების შესახებ, იცის შენი გვარიშვილობა, იცის შენი, არ ვიცი მე, ვისი შვილი ხარ, როგორი გაზრდილი ხარ, როგორი კარგი პატიოსანი ქალის იმას უტოვებ, რა ქვია, აი თავმოყვარე, უყურე, როგორი შრიალა და ბრდღვიალა არის. სანტა მუერტეს დასტაში ძალიან მიყვარს მე ეს არკანი, იმიტომ რომ აი მართლა იმპერატრიცა არის. მართლა. საოცარი გაშლა გამოდის იმპერატრიცა, 10-იანი პენტაკლები, 4-იანი კვერთხები. ლოგინში, კრაუჩი, რა ვიცი, ზალაში, კუხნაში, მოკლედ, ერთი სიტყვა, ყველანაირად უნდა მის ცხოვრებაში, მის სივრცეში ტრიალებდეს შენ. და მთავარი შეკითხვა, რას იზავს და ზოგადად როგორ განვითარდება თქვენ ურის ამჟამინდელი ფონი და მდგომარეობა სიტუაციის, მოდი მე ესე ვიტყვი. ეს არის აბედისწერო კავშირი, ეს ხარ შენ, ეს ხარ იქიდან გამომდინარე შენ რომ არანაკლებ ბევრი ტკივილი და ბევრი ტრავმა განიცადე ცხოვრებისეულად და ძალიან ბევრი ხანჯალი ჩაეცა შენს გულში და შენს ზურგში, შესაბამისად შენ თუ დღეს ხარ აი ასეთი ლაგამ აბჯარასხმული, გარკვეული მიზეზებისა და გამოხარ ასეთი, მაგრამ იქ სადაც ბედის ხელი ურევია, ხელი, ფეხი, თავი, ყველაფერი, ისეთი რაღაცების მკვდრეთით აღდგენა ხდება ხოლმე, რაზეც ადამიანს საერთოდ აი რო დაინახო ცოცხლად რაღაცა იმის დარგჯერა რომ ესე გამოვა. აი ამ ქალიდან, რომელმა ქალმაც რაღაცნაირად დაივიწყა რო არის ქალი და არის ფემინურ ენერგიებში, ამ ქალის სიკვდილი დასრულება უნდა მოხდეს ინდენსიზამს. აი ასეთი ხმლების დედოფლიდან ასეთ თასების დედოფლად გადაგაქცევს. ოღონდ ეს არ იქნება დაძალებული. გულიდან წამოსული ის აყვავილებული, სუფთა ემოცია და სიყვარული იქნება, რაც შენ უნდა გაგიჩნდეს ამ კაცის მიმართ, თუ უკვე არ გაგიჩნდა. ეს მოხდება ძალიან მალე, აგვისტოსთვის ბოლომდე იმ ხელა სიყვარულში გადავარდებით ამ კაცთან. იმ ხელა სიყვარულში გადავარდებით, მეტი რომ არ შეიძლება. გამოჩნდება ადამიანი აქ ერთი კვირის შუალედში და ყურადღებით ვიყოთ, ხო? აჰა, კი ბატონო, ნუ კომუნიკაცია, ნახეთ, გრაგნილები რაღაცა მესიჯ წერს, დაახვევს გამოაგზავნის, დაახვევს всё, მორჩით, всё. მთელი ივლისის თვის მანძილზე 300 ლარიანი გაშლის ღირებულება გოგონებო იქნება 50 ლარი. Facebook გვერდზე შენი ხიოლი ესე მიპოვნით, Instagram-ზე შენი ხიოლი ასე მიპოვნით. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მომწეროთ, მომმართოთ და ჩაეწეროთ ჩემთან. მე კიდე აქ რაღაცა პატარა გზა მოდის ეს ნაწილი, რომ მოვაშოროთ, რაღაცა მანქანა ბორბლებიანი. თქვენ ვერ ხედავთ ახლა თქვენთვის ჩინურია, მაგრამ მე ამის ჩეხვამდე ამაში ვიხედებოდი. დროებით ბედნიერი საღამო ჩემო ტკბილებო.